გაგეცინება კაც და ქართველი პოლიტიკოსების პირველ ყოვლისა და საერთოდ საჯარო სივრცეში მყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ან გარკვეული ნაწილი თუ გდებავთ ასე მოკრძალებულად ვიტყვი, არის არა იმდენად პოპულიზმის უფლება ყველას გვაქვს. ამერიკაში რო პოპულისტები არიან, ისეთები უნდა. ასე რომ მით უფრო პოლიტიკოსების პოპულისტობისა არავის უკვირს. არა იმდენად ყვითელი, ხო, ცოტა შეიძლება ეს ფერი რო დაკრავს რიტორიკაში ცოტა ცუდია, მაგრამ ოკეი, ესეც ატანადია, ასატანია, დასაშვებია. რამდენადაც ბევრი პირი, ვინც საჯარო სივრცეშია, პოლიტიკაშია, მით უფრო არის მდარე ხარისხის ამეთქი, ასე ვიტყვი. იმგვარ რაღაცებს წამოაყრანტალებენ ხოლმე იმ მომენტში, რომ გახდნენ პოპულარულები, რომ უკვე შემდგომ რა მოხდება, ამაზე კი არ ანაკლებად ფიქრობენ. არ ფიქრობენ, რომ 2 წელიწადში, 3 წელიწადში, 5 წელიწადში თუ დარჩებიან საჯარო სივრცეში, აუცილებლად მიადგებათ მათ რომელიმე ჟურნალისტი და კითხავს. კი, მაგრამ ეს რო თქვი, აი რო თქვი 2 წლის წინ, 5 წლის წინ, 7 წლის წინ, რას ფიქრობდი? ასე ფიქრობდი მართლა? ან იმ მომენტში პოპულარობის მოხვეჭა, ნუ თუ ასეთი აუცილებელი იყო, რომ მე მთლიანად გევნო და შენ ავნე საკუთარ რეპუტაციას. არა, მე რასაკვირველი არ ვერ მოვითხოვ პოლიტიკოსებისაგან, უკლებლივ ყველასაგან ლევან ბერძენიშვილობას, ასე მაგალითად პლატონზე გვესაუბრეთ და არისტოტელზე, რუსთაველზე გველაპარაკეთ და ვაჟა-ფშაველაზე და ნიკოლოზ ბრათაშვილზე და ილია ჭავჭავაძე გალაქტიონ და ამას არ ვიტყვით, რასაკვირველი არ მომთხოვთ, ვერ მომთხოვთ პოლიტიკოსებს და ლევან ბერძენიშვილი ამაზე რო ლაპარაკობს ამგვარ თემებზე, იმიტომ რომ არის ნაკლებ პოპულარული პოლიტიკოსი, მაგრამ რაღაცა დონეს შენარჩუნება ხო აუცილებელია ჩემი ხმარწმენით. ხო და ეს პოლიტიკოსები საკუთარ რეპუტაციას არ უფრთხილდებიან და თავად ვევნებენ საკუთარ რეპუტაციას, საკუთარ იმიჯს, საკუთარ თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ შორის ავრცელებენ ეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ იმ მომენტში მოიპოვონ კვლავ მეორე პოპულარობა, იმ მომენტში არ ჩამოვიდნენ ეკრანებიდან, იმ მომენტში იყვნენ ყველაზე რეიტინგულები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ისინი კადრულობენ უკადრებელსაც კი და ავრცელებენ ჭორ მართალს, ხას უსვამ, ჭორ მართალს. რაღაცა მართალიც არის, მაგრამ დარე ხარისხის არის სიმართლე. და ჭორი და ამბავი და მოგონილი ამბავი და ტყუილი და ასე შემდეგ, ხო საერთოდ ბევრია და ბევრი შემთხვევა გვახსენდება ამგვარი. ამ ჭორ მართალს შორის, ჭორ მართალს ხას უსვამ. არის განსაკუთრებულად ხშირად აქცევენ ხოლმე ყურადღებას და ხშირად ავრცელებენ ინფორმაციებს თუ ახვევიან ამბებს იმ გვარს, რაც სექსუალურ ორიენტაციას, სექსუალურ სამბავს ეხება საერთოდ. არავის არ უკვირს ამ ქვეყანაში გულახდილად გეტყვით სკანდალების 80% ხო არ დამითვლია პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ უხეშად 70-80% სწორედ სექსუალურ ამბებს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში, რაოდენ სამწუხაროც არის. ალბათ სხვაგანაც გულახდილად გეტყვით, მაგრამ სხვაგან ესეთი სენსიტიური ეს რაღაცები არ არის. მაგალითად, რომელიმე საჯარო პირის სექსუალური ორიენტაცია. ეს ხელისუფლება წოდებული ბანდაც უწყობს ხელს ავრცელებდა რა, მაგალითად ერთ-ერთ ჩვენი ევროპელ პარტნიორზე, მეგობარზე მაინც და მაინც ამ მიმართულების ინფორმაციებს, რომ მან საკუთარ თავს მიხედოს, მან კაცმა რომელმაც რაღაც ცოლი მოიყვანა, კაცი მოიყვანა ცოლად და სიგიჟე. ესენიც უწყობენ ხელს ამ ჰომოფობიურ გამოხდომებს, მაგრამ რომც არ უწყობდნენ ხელს, ეს ჩვეულებრივი რაღაც ღირს წესრიგში არსებული საკითხებია. მე ხა აღარ გავიხსენებ, გულახდილად გეტყვით, გამსახურდია იყო წელიწადი და 3 თვე ხელისუფლებაში 28 ოქტომბრიდან მიდრე 6 იანვრამდე 92 წლისა, აქედან გამომდინარე ამ პერიოდს არ შევეხები, მაგრამ აი შევარდაძის პერიოდშიც კი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გვარებს არ დაგისახელებთ თქვენის ნებართვით იყვნენ სექსუალური უმცირესობების წარმოადგენლები, რომლებსაც რამდენადაც ხვდები კი არა ასეც იყო, ეგრეთ წოდებული coming out-ი, ანუ თვითლუსტრირება არ გაუკეთებიათ, იყვნენ და ყველა მიცოდა მათ თავობაზე, შევარდაძე მათ იცოდა, გარწმუნებთ, რომ ასეთები ჰყავდა და ზოგიერთმა მათგანმა ტრაგიკულადაც დაასრულა სიცოცხლე, უკვე შემდგომ სააკაშვილის პერიოდშიც ხელისუფლებაში არ ხელისუფლებასთანაც ბევრი იყვნენ, ან რამდენიმე იყო ამგვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის, ასე მაგალითად რა ვიცი, ამ მნიშვნელობა ვის დავასახელებ და არავის არ დავასახელებს, ხადია, ის ასეთია, ხო? ოპონენტები ხანდახან კადრულობდნენ ხოლმე, მაგრამ არ იყო ეს სწორი. ისინი იყვნენ, ვისაც coming out-ი არ გაკეთებული არ ჰქონდა და ვისაც coming out-ი გაკეთებული ჰქონდა, ამგვარი კი მთლიანად ქართულ საზოგადოებაში ცოტა თუ მახსენდება, ესეც ხიად ვთქვათ.
მოკლედ სექსუალური კუთხით, სექსუალურ ნიადაგზე, სექსუალურ თემაზე, აი ეს არის გაგიჟებულია ეს ქართული საზოგადოების ნაწილი, მაინც და აი ამას გაიგებს თუ არა, ამ ყვითელსაც არა, ამ კატასტროფულად პროვინციულ თემას, ხო, აი ის არის ესეთი, აი საკმარისია ეს გაიგოს და დამთავრებული ამბავია იმ პირის კარიერა, ასე ვიტყვი, ან იმ პირის შესახებ წარმოდგენები აბსოლუტურად იცვლება. სულ რო კარგი კაცი იყოს ის ეს ან სუდია საბოლოო ჯამში. მაგრამ ეს ყველაფერი არის რაღაცები ობიექტურ რეალობასაც ეფუძნება, ობიექტურ ინფორმაციასაც, რეალობასაც, ამბავსაც ეფუძნებათ. რაღაცები არის მოგონილი ამბები, პირდაპირ მნიშვნელობით უგონებენ ოპონენტებს რაღაც სისულელს, სიგიჟებს და დარე ხარეცხის და სიბინძურეებს მეთქი ასეც ვიტყვი. ეს არის ერთი ამბავი, აი ჩემი სტორის 5 წუთია, 6 წუთია გგრძელდება ერთი ნაწილი. ეხლა მეორე ნაწილია, რომ რაც დღეს შევებთხვა, კი არა ყველა შევებთხვა, ყველა ვნახეთ. დილით გავიღვიძე, მოკლედ პირი დავიბანე და ჩვენ ხო ასე წესი გვაქვს, რომ ჩვენ ვინც ლევან ბერძენიშვილები არა ვართ, ლევანი ალბათ ხო, ლევანი ალბათ რაღაც ეფხისტყაოსანს კითხულობს მეთქი, ხო, ჩვენს ვკითხულობთ, მაგრამ იშვიათად წელიწადში ერთხელ და ლევანი შეიძლება ბატონი ლევანი შეკითხულობს ხშირად, ჩვენზე ხშირად ყოველდღიურ ნამდვილად. ხო და ჩვენ გვაქვს ესეთი წესი, რომ Facebook-ს ვსკროლავთ, ან საინფორმაციო სააგენტოებს ვსკროლავთ, ან YouTube-ს, ან რაღაც მოკლედ ამბებს ვეცნობით იმ დილისა, დღეს კვირა. შესაბამისად ოდაგვიან ვიღვიძებთ ბევრი ჩვენგანი. და ან იმ ღამისა, აი რა მოხდა უკრაინაში, მაგალითად აქნეს უკრაინელებმა წინა დღეს და არ დღეს კიდევ არ და არ დღეს ვოლცმა რა ქნა, მკვეთრად მერცმა რა ქნა ვოლცმა. ვოლცმა რა უნდა ქნას ხო? მერცმა რა ქნა, ტრამპმა რა ქნა, იქ რა უპასუხა იმას და ასე შემდეგ და ასე ვეცნობით ამ ამბებს. ეხლა მეც დილით გავიღვიძე ბევრი თქვენგანის არ იყოს, ჩავსკროლე და შემხვდა, ეხლა გაჩვენებთ ამ ვიდეოს. საჯარო პირის პოლიტიკაში მანამდე შედარებით აქტიურად ყოფის, ახლა ცოტა კი არა, გვარიერად გარიდებულის, მაგრამ მაინც საჯარო პირის, ანუ ცნობადი სახის, ასე ვიტყვი, დამოუკიდებლადაც ცნობადი სახის გარდა იმისა, რომ არის ერთი პოლიტიკოსის მეუღლე, დამოუკიდებლადაც ცნობადი სახის საჯარო პირის კოტე იოსელიანის ვიდეო. ამ ვიდეოს გაჩვენებთ ეხლა რამდენი ბეწვეში. ეხლა მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კოტე იოსელიანი კი არის ერთის მხრივ დამოუკიდებელი პირი, რასაკვირველია, აბა რა. მაგრამ მეორეს მხრივ ის მთავარი ოპოზიციური პარტია რო ჰქვია, ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლეა. მე კოტესაც ვიცნობ შორიდან, ორი თვის წინ დაახლოებით შემხვდა. ის საბოლოო ჯამში არ გვისაუბრია ბევრჯერ არც ორი თვის წინ და არც ამ წლების განმავლობაში და თინასაც შედარებით უკეთ ვიცნობ, მაგრამ ეხლა საბოლოო ჯამში არც თინას არ ვიცნობ კარგად, ვიცი რომ ის პოლიტიკოსია. ეხლა ესე არ გამოვა, რომ ეხლა უკვე აღარ გამოვა, რომ თინა დამოუკიდებელი პერსონაა და კოტე დამოუკიდებელი პერსონაა იმ ვიდეოსთან მიმართებაში, რომელიც მე შემხვდა და რომელიც მთელი თბილისის კი არა, მთელი საქართველოს გარხივის განიხილავს ამ ვიდეოს. და კოტე ასე ჩასკროლე, აქ აქ ვიდეოზე გაჩვენებთ, უცებ ამბობს აუწიოთ ხმას. ამას. ამ ვიდეოს წერბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უნდა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მთლიან პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას პოდიშობდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი ამ მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას მხოლოდ კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის მოშკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის კვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, ვისაფუძველზეც მე რაღაც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. ყველა სიტყვა, უკლებლივ ყველა სიტყვა არის ეხლა უბრალოდ მეზარება რა. ყველა სიტყვა არის გასარჩევი. მაგალითად, სმენია მის შესახებ, ანუ უტოს შესახებ, რომ ის არის ვაჟკაცი ბიჭი. არასოდეს სმენია, რომ ის არის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი, რომელსაც coming out-ი გაკეთებული არ აქვს, თუ მაინც და მაინც არის. ან რომ იყოს რა პრობლემაა საბოლოო ჯამში. რატო აშავებდა კოტე იოსელიანი თუნდაც წლების წინ უტა ივანიშვილს, რატო ეუბნებოდა იმას, რასაც ეუბნებოდა, რაც ამბობდა მასზე. არ არის პრობლემა, უტა ივანიშვილს აქვს უფლება იყოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და coming out-ებული, ან და coming out-ების გარეშე. რა პრობლემაა თუ მაინც და მაინც ივანიშვილების წუხან ამაზე ივანიშვილებმა იდარდონ თუ ეს ასეა, ჩემი სადარდი და კოტე იოსელიანის არ არის. მაგრამ ის ოპონენტია, საჯარო პირი ცარი უტა ივანიშვილი, მაგრამ საჯარო პირის ბიზინა ივანიშვილის შვილია და იმისთვის რომ ბიზინა გაეშავებინა, მაშინ თურმე წლების წინ უთქვამს
კოტე იოსელიანს ეს რატო თქვა ჩვენში დარჩეს მე ასე არ ვფიქრობ ბოდიში როგორ არის უასრავად ვიღაცაც მართლა გულწრფელად ნანობდა მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვხადო უტაიმები შეიქმნა ვისაფუძველდეც მე იძულებული გავხდი უყურეთ ნახე რა იძულებული გახდა თურმე წლების წინ რომ უტა ივანიშვილზე რას ნიშნავს უტა ივანიშვილზე იძულებული გახდა რომ ესეთი რამ ეთქვა ანუ მაშინ ვიღაცამ დაავალდებულა იძულებული გახადა რომ ის მე შეგიძლიათ არ ვიხმარ სიტყვა სიბინძურე მეთქი ამიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მისი ანუ უტა ივანიშვილის ცხოვრებაა და ამიტომ არ ავწდები ამ სიტყვას მაგრამ რას ნიშნავს ის ვიღაცამ დაავალდებულა ვინ დაავალდებულა მაშინ ესეც უნდა ითქვას ხო რომ ასეთი ჭორი ან ასეთი სიმართლე მოკლედ ეს ამბავი გაევრცელებინა უტა ივანიშვილზე კოტე იოსელიანს ახლა კიდე მთავარი ამბავი გამოხდა ხანი 8 წელი 7 წელი როგორც გავრცელდა Facebook-ში ინფორმაცია არ დაუდასტურებია თავად იოსელიანს მაგრამ მაინც აკაჩავეს უკაცრავად ამ სიტყვისთვის და არც დაადასტურებს ხადია ანუ მიაყენეს კუთხეში ყური აუწიეს და უთხრეს რომ იცი რა არის ეხლა შენ წლების წინანდელზე უნდა მოიხადო ბოდიში და ესეც დაახაბულდა ესე ამანაც თქვა რომ კარგიო ეს რომ არ გაეკეთებინა მაშინ ბოდიში არ ვიღაც არ გაეკეთებინა მაშინ ბოდიში არ უნდა მოეხადა თუ ჭორი გაუვრცელა ივანიშვილს უტა ივანიშვილს ეხლა გამოდის რომ ივანიშვილს ვიცავ და ცხადი არ ვიცავ კვლავ ვიმეორებ უტა ივანიშვილის პერსონალური ცხოვრებაა ეს მისია არც ჩემი არც იოსელიანის არც ბოკუჩავას ხო ბოკუჩავაზე გამახსენდა უკაცრავად წინაწინაერებას დავამთავრებ არც ბოკუჩავას საქმე არც მიხეილ სააკაშვილის არც ბიზინას საქმე არ არის საბოლოო ჯამში უტა ივანიშვილი არის თუ არა ესეთი თუ არის და შესაძლოა არც არის უბრალოდ მეც არ დავმალა მსმენია მაგრამ არ ვბაზრობ ამაზე მისი ბიზინა ივანიშვილის გაშავების მიზნით არის რა გავაკეთოთ ახლა რამდენია დაკამინგაუთებული ესე ქვია ხო ან ვინც არ არის დაკამინგაუთებული საქმეა მათი იცხოვროთ როგორც არის მათ სხვა პრობლემაა რომელზეც ვიტყვი ორ სიტყვას მაგრამ მაინც მაგრამ ოდნავ მოგვიანებით ახლა შეიძლება თინა ბოკუჩავას გი ასაკვირველია ცოლია დამოუკიდებელი პერსონაა და მასთან ვალდებულიც კი არ იყო დამოუკიდებელი მეორე პერსონა კოტე იოსელიანი შეეთანხმებინა ეს ბოდიში ან ის დაბრალება თუ არ დაბრალება უტა ივანიშვილზე მისი ჰომოსექსუალობის თაობაზე უტა ივანიშვილის ჰომოსექსუალობის თაობაზე თუ ასეთი არის კვლავ ვიმეორებ როგორც ასეთი მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გამოვა გამიჯნა და თუ კალოდენ თინა ბოკუჩავა გაჩუმდება და არ გააკრიტიკებს საჯარო პირს არა მეუღლეს ხას უსვამ არამედ კოტე იოსელიანს საჯარო პირს ვერ გააკრიტიკებს ასაკვირველია მაგრამ მაინც ვიტყვი ასე ხო რომ ბოდის რატო იხდი საჯარო პირო იოსელიანო ჩემო მეუღლებს შეუძლია არ თქვას ჩემი შვილების ხო ყავთ შვილები ხო როგორც ვიცი არ აქვს მნიშვნელობა რატო იხდი ვინ მიგაკაჩავა რა ეს ხო ამით ხო ჩემ რეპუტაციასაც შენი მეუღლის რეპუტაციასაც და შესაბამისად პარტიის რეპუტაციასაც მნიშვნელოვნად ვნებ ეს კაცი პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობის ამიტომ უნდა გაემიჯნოს ამას რომ ვერ იზავს ეგ გასაგებია მაგრამ წესის უნდა და თუ არ გაემიჯნება და თუ დადუმდება შესაბამისად თავადვინ თინა იზიარებს ბოდიშს და ბოდიშის პათოსს და ეს მეორე პრობლემაა ეს მეორე ამბავია ხო აღარ მიუბრუნდები მე კოტე იოსელიანის ამ ვიდეოს ერთს კი ხაზგასმით ვიტყვი კიდევ ერთხელ მოდის ვიხდი არ უნდა მეთქვა ამ ფორმულირებით რა უბედურებაა მეთქი ახლა ესე უნდა თქვა ხო ეხლა მიტყვი ჩემს მოსაზრებას ერთ თემასთან დაკავშირებით ხო ანუ ვერ დავეყდობით თქვა სტატუსი დავწერე და იმას ვკითხულობ რაც შეეხება უტა ივანიშვილს ამის თქმა მინდა საჯარო პოზიცია უნდა იყოს ჩვენი ასეთი ხაზგასმით მინდა ვთქვა ჩვენ არ ვიცით და არც გვაინტერესებს არის თუ არა უტა ივანიშვილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მისი საქმეა თუ მაინც და მაინც ვინმე უნდა იფიქროს თუ დარდი უნდა იდარდოს არ ვიცი ხო ეს უნდა იფიქრონ მისი ოჯახის უშუალო ოჯახის წევრებმა არც მაგ საკითხში არ ვერებით ჩვენ არ ვძრახავთ უტა ივანიშვილს იმის გამო რომ ის შესაძლოდ ან როგორც ამბობენ თუ არის მოდი თქვენად გავაკეთებ ფორმულირებას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი რა პრობლემაა პრობლემა უნდა რომ coming out-ი გააკეთოს არ უნდა რომ გააკეთოს არ გააკეთოს რაც უნდათ ის უკნიან არ არის ეს ჩვენი საქმე არ უნდა დავემსგავსოთ
საქართველოს de facto ხელისუფლებას, რომელიც ოპონენტთა გაშავებისა და გამო იყენებს ამგვარ თემებს. აი ის არის ესეთი. ხო, ვრცელდება ხოლმე მათ სამთავრობო მედიებში განსაკუთრებით ინფორმაცია ამა თუ იმ პირის მეტწილად სექსუალური ორიენტაციის თაობაზე, რა იმათი საქმეა და რა ჩვენი საქმეა. ასე კანონს არ არღვევს თავარია ივანიშვილი, რომელიმე 1, 2, 3 უტა მათ შორის და თუ არ არღვევს კანონს დამოუკიდებელი პერსონალი უტა, რა ვიცი, იცხოვროს თუ აკრიტიკებს მამის, აკრიტიკოს თუ ემხრობა, მიემხროს. მე რა ვიცი. პრობლემა სხვა რამეშია, მეგეთყვით რაში. ეს ხელისუფლება უყურთ არაუშუალოდ უტა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის არ მინახავს არც ერთ კადრში, რამდენადაც მახსენდება. ეს ხელისუფლება დღენიადაკ ქადაგებს ოჯახის სიწმინდეს. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობების სიმტკიცეს, კურთხევასაც ჩვენ პირველი გადასახეთ კინაღამ იღებს ის თაობაზე სამღვდელოებისაგან, რომელიც თავის მხრივ ძალიან ხშირად ეს სამღვდელოება თავის მხრივ არის დაკავებული და ეს უკვე ეკლესიური კანონიკითაც იკრძალება, ეკლესიური კანონიკით კი იკრძალება, ესე ვიტყვი, დაკავებული არის ჰომოსექსუალიზმით და რაც ყოველ ბერშიც იგზალება და ერშიც პედოფილიით და ასე შემდეგ იყო ამის შესახებ ინფორმაციები და ასე შემდეგ. კურთხევასაც იღებენ, მეც გადაგსახეთ ლამის პირჯვარი, ხო? ეს ერთი. და ესენი გამოდიან მცველებად, არიან მცველები იმისა, რასაც თვითონ თავად არღვევენ, ქმრები ცოლებს ღალატობენ ამ ხელისუფლებაში. და ამავე ხელისუფლებაში არიან ტიპები, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც თავის მხრივ ებრძვიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ან თემს სექსუალური უმცირესობებისა. მე ამ შემთხვევაში უტაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. უტა არ გამოჩენილა, როგორც მე ხვდები და მახსოვს საჯარო სივრცეში და თუ გამოჩენილა არ დაუგმია მისი რაღაც სიტყვა არ გვახსოვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ჩატარდეს ასე მაგალითად სექსუალური უმცირესობების აღლობი თუ პრაიდი თუ რაღაც არ უნდა აღნიშნონ ადამიანებმა რაღაც ხან ჰომოფობიის წინააღმდეგ არ უნდა აღინიშნებოდეს ქვეყანაში. ეს არ უთქვამს უტას, არც ის უთქვამს, არც ეს უთქვამს. ამიტომ უტას არ ნაკლებად გულისხმობ. მე გულისხმობ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებაში არსებულ ჰომოფობებს, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს, ებრძვიან მათ შორის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, ოღონდ თავად კი არიან ასეთები და ეს ვიცით. ოღონდ მე ვერ ვასახელებ და არ დავასახელებ. ბუნებრივია, მათზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მით უფრო ვინცეც არა ინფორმაცია არ ხوارშილება ეხლა ბოდიში, ამიტომ შეგნებულად ვიტყვი, გავაქაროთ და აი თქვა რომ ყველაზე არა, ბევრზე კი, რამდენიმეზე კი მსმენია, მაგრამ აი ხა ვერც ამოვთქვა მგვარებს, ხო, არ ამოვთქვა მგვარებს. იმიტომ რომ არ ამოვთქვა და არ ამოვთქვა. უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისი გვარის ამოთქმაც მინდა თითქოს და აი ენის წვერზე ებადგას, ხო? მაინც მოუწოდებ რომ იცით რა არის, თქვენ ნუ გამოხვალთ ახლა თუ ეს ასია, თქვენ ნუ გამოხვალთ ახლა რაღაც ტრადიციული ოჯახური ურთიერთობებისა და სექსუალური ურთიერთობების მცველებად თქვენივე მეუღლეების მოღალატეები, თქვენივე, ეხლა უკვე სხვა კუთხით ვლაპარაკობ, თქვენივე ოჯახის წევრებზე, ვინც ძალადობთ ისინი. და კიდე ვინც ოჯახურ ტრადიციულ ფასეულ რაღაცებს ლაპარაკობთ და ასე შემდეგ და ამას კი ღალატობთ და ღალატობთ. კოტე იოსელიანს რომ მოიბრუნდეთ, დიახ, ეს ბოდიში თუ ვინმე მიაკაჩავა და ალბათ მიაკაჩავა არის კატასტროფა. გადავცელდება თუ არა ეს ბოდიში და პასუხისმგებლობა ამ ბოდიშისა და გამო თინა ბოკუჩავაზე გადავცელდება და უნდა გადავცელდეს კიდეც. ან წინააღმდეგ შემთხვევაში თინა გაემიჯნოს ქმარს კოტეს რაც არ არის ბოსალოდნელი და რაღაცა კუთხით არც სწორი არ არის ახლა არ ვიცი. ხო, კოტე იოსელიანმა ილაპარაკოს ბევრი ამ თემა. ხო და კიდევ ერთი დეტალი. ამ სამთავრობო მედიას უბრალოდ მათ მოკარდახეებს, ვინც კარდახობს, ჭკუა გააქვთ თავში. თქვენ ხო გინდათ რომ გაუფრთხილდეთ ტუტა ივანიშვილის რეპუტაციას. დასაგებია, მესმის ივანიშვილი თქვენი მართველია, მფარველია, ასე შემდეგ ანგელოზია, რა ვიცი, ასე შემდეგ, რა ვიცი. მე ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულია თქვენივე წარმოდგენთ. ხო ესეა. იოსელიანმა ბოდიში მოიხადა. ამას რომ კარდებათ და ვიდეო დავცელებთ თქვენ მედია საშუალებებში. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არაფერი გაეგო თუტა ივანიშვილის შესაძლო, ან არ გამოსარიცხი, ან ავი ჭორია თუნდაც სექსუალური ორიენტაციის თაობაზე. ის ადამიანები, აი რამდენი არიან წარმოიდგინეთ განსაკუთრებით რეგიონებში, ფეხებზე კიდიათ ეხა საბოლოო ჯამში უტა ივანიშვილი ჰომოსექსუალია თუ არა.
იმ ადამიანებმა თქვენი ქარდებით და თქვენი ვიდეოებით და იოსელიანის ბოდიში და თქვენს მიერ იოსელიანის ბოდიშის გავრცელებით ხომ გაიგეს რომ შესაძლოდ უტა ივანიშვილი შესაძლოდ ხას უსვამდა არ არის ეს დასაძრახი 25-ით ვამბობ ხო არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ხომ გაიგეს და ეს ხო თქვენთვისვე ცუდია ანუ ივანიშვილის ოჯახისთვის არის ცუდი ანუ უჩალით ჩემთ ბიზნეს რომელიც მალავს თუ ესეა მალავს ამ ინფორმაციას მდარე ხარისხის არის პოლიტიკა და საზოგადოებრივი პოლიტიკა ჩვენ საჯარო სივრცეში ყოფნა გარკვეული ნაწილი არის მდარე ხარისხის ცალკეული პოლიტიკოსები თუ მახსენდება რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ამ სიბინძურეში რაღაცა level ეს რომ ვამბობთ ხოლმე დონე შეინარჩუნეს და ამ ცდუნებებს არ ახდნენ რაც უფრო მეტი გვეყოლება ამგვარი დონიანი პოლიტიკოსი და არა იმ მომენტში პოპულარობის მსურველი პოლიტიკოსი მთლად უკეთესია და იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი თავს გადაიზღვევენ და ბოდიშს არ მოიხდიან 8 წლის შემდეგ თუნდაც მიკაჩავების შემდეგ ისე ვინც მიაკაჩავა რამ მიგაკაჩავებინათ 8 თუ 7 წლის თავზე ეს იოსელიანი რა ვინ ახართ რა გინდათ რატომ ქენით რაღაცოა ეს საინტერესო საბოლოო ჯამში მე მაქვს ჩემი ფიქრები რა სასტავმა მიაკაჩავა მაგრამ ინფორმაცია არ მაქვს რა ამაზე ვერაფერს გეტყვით ნახვამდის